Господи, начали атаковать Киев. Вот. Начали бомбить. Мною принято решение о проведении специальной военной операции. Ее цель – защита людей, которые на протяжении 8 лет подвергаются издевательствам, геноциду со стороны киевского режима. Сьогодні Росія розпочала вторгнення в Україну. Путін розпочав війну з Україною, з усім демократичним світом. წლის 24 თებერვალს განგაშის ხმა მხოლოდ უკრაინა არ გააღვიძა. ცივილიზებულმა მსოფლიომ ფაქტიურად პირდაპირ ეთერში ნახა, რომ სისხლიანი დიქტატორის საოკუპაციო ჯარი თავისუფალ უკრაინას თავს დაესხა. Rumblings right now. Matthew, is it safe where you are? Pinpoint. Yeah, I think it's relatively safe at the moment. Look, I've got a. Oh, there's another one. Got more than a dozen. So. 24 თებერვლის გამთენიას პუტინის ბრძანებით საოკუპაციო ჯარმა სარაკეტო იერიშები თავდაპირველად უკრაინის მსხვილ ქალაქებზე მიიტანა. გრადის და კალიბრის ტიპის რაკეტებით სამხედრო ობიექტები, აეროპორტები, თავდაცვის და კავშირგაბმულობის სისტემები დაბომბეს. საჰაერო დარტყმების შემდეგ პუტინის საოკუპაციო ჯარი სრულმასშტაბიან შეტევაზე გადავიდა. საარტილერიო და საჰაერო დარტყმების პარალელურად კრემლის საოკუპაციო ჯარებმა უკრაინაზე სახმელეთო შეტევას სამი მიმართულებით, ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან დაიწყეს. თავიდანვე ცხადი იყო, რომ სისხლიანი დიქტატორის მთავარი სამიზნე უკრაინის დედაქალაქი კიევი იყო. პირველი იმედგაცრუება პუტინმა ომის პირველივე დღეებში ნახა. კიევის 3 დღეში ვერ აიღო. ხელისუფლება არ ჩამოიშალა და არც პრეზიდენტი გაიქცა. Лідер фракції тут, голова Офісу президента тут, прем'єр-міністр Шмигаль тут, Подоляк тут, президент тут. Всі ми тут, наші військові тут, громадяни суспільства тут, всі ми тут. Захищаємо нашу незалежність. უკრაინის დენაციფიკაციის გეგმა ჩავარდა. ბოროტი დიქტატორის სამხედრო ფორმიან მკვლელებს ყვავილებით არც ერთ ქალაქში დახვედრიან, როგორც ამას მანამდე კრემლის პროპაგანდა ამტკიცებდა. ამიტომ სისხლიანი დიქტატორის ბრძანებით რუსულმა ჯარმა საცხოვრებელი სახლების, სკოლების, ეკლესიების, თეატრების დაბომბვები დაიწყო. მსხვილკალიბრიან ჭურვებს მიზან მიმართულად ესროდნენ იმ ადგილებს, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები თავს აფარებდნენ. ბომბავდნენ ჰუმანიტარული დახმარების გაცემის პუნქტებს. არაერთი ფაქტია იმის დამადასტურებელი, რომ პუტინის მკვლელები მოქალაქეებს მწვანე დერეფნებით სარგებლობისასაც ესროდნენ. არ ინდობდნენ არც თეთრ დროშიან ავტომობილებს, რომლითაც ბავშვები გაყავდათ. წითელი პლედი ჰქონდა მოხვეული. ქუდი იყო, დაგლეჯილი ქურთუკი. შევხედე და ჩემი ბავშვი იყო. არ ვიცი რა ვთქვა. ჩემი შვილი ომში შვიდობის ქუჩაზე დაიღუპა. ბუჩა პუტინის სისხლიანი რეჟიმის სადიზმის მთავარ სახედ იქცა. კიევთან ახლოს მდებარე პატარა ქალაქში რაშისტებმა ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე დახვრიტეს. ქალები და ბავშვები გააუპატიურეს და შემდეგ მოკლეს. ის რაც ამ ქალაქის რამდენიმე კვირიანი ოკუპაციის შემდეგ მსოფლიომ ნახა, შოკის მომგვრელია. დეოკუპაციის შემდეგ ქალაქში შესულ უკრაინულ არმიას ცხედრები ქალაქის ქუჩებში დახვდათ. აღმოაჩინეს საერთო სამარხებიც, სადაც უმოწყალოდ მოკლული უკრაინელები იყვნენ. ბუჩა არის მთავარი მტკიცებულება იმის, რომ კრემლის დიქტატორი ომის დამნაშავეა. რაშისტების ჩექმის მძიმე კვალი იყო სხვა ქალაქებშიც ირპენი, გოსტომელი, დმიტროვკა და კიდევ არაერთი დასახლება, სადაც პუტინის სამხედროები იყვნენ, თითქმის მიწასთან იყო გასწორებული.
მძიმე ბრძოლები გაიარეს უკრაინის რუსულ ენოვანმა ქალაქებმა. ხარკოვს პუტინის მკვლელები უკრაინაში შეჭრის პირველივე წამებიდან ბომბავდნენ, თუმცა მისი აღება მაინც ვერ მოახერხეს. ხარკოვი ისევე როგორც კიევი და მთლიანად უკრაინა ამ დრომდე დგას და იდგება. აი, ასე ვხვდებით რუსულ სამყაროს. აი, ასე მოუწევს ყველას, ვინც გაბედავს და ფეხს დაადგავს ჩვენს ხარკოვის მიწაზე. Никогда мы не будем братьями ни по родине, ни по матери. Mariupoli თავისუფლებისთვის ბრძოლის და გმირობის ცალკე ისტორიაა. სამრეწველო ქალაქი აზოვის ზღვის სანაპიროზე ახლა ოკუპირებულია, თუმცა ფართომასშტაბიანი შეჭრიდან რამდენიმე თვე მარიუპოლში მყოფმა სამხედროებმა სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლეს და რაშისტებს ტერიტორია მარტივად არ ჩააბარეს. Вы себя крестили старшими, нам младшими, но не важно. აზოვის ბატალიონი და საზღვაო ქვეითების დანაყოფი მტერს წინააღმდეგობას სრული ბლოკადის პირობებში უწევდნენ. დახმარების გარეშე ქალაქის თითოეული სანტიმეტრისთვის იბრძოდნენ და კრემლის დიქტატორს არ უთმობდნენ ტერიტორიას, რომელიც საოკუპაციო ჯარისთვის თავიდანვე ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იყო. უკრაინის გმირი სამხედროებისგან მიღებული წინააღმდეგობის გამო სისხლიანმა დიქტატორმა დონეცკის ოლქის ბოლო ქალაქი ფაქტიურად მიწასთან გაასწორა. კრემლის სისხლიანი დიქტატორის წინააღმდეგ მარიუპოლშიც არაერთი მტკიცებულებაა. როგორც უკრაინის სხვა ქალაქებში, აქაც ოკუპანტები წესების გარეშე იბრძოდნენ და ომის კანონებს არღვევდნენ. პუტინის მკვლელმა არმიამ მარიუპოლში დაბომბა საავადმყოფო სადაც ორსულები და ახალშობილები იყვნენ. და თეატრი, რომელსაც დიდი ასოებით ეწერა ბავშვები. ანუ მინიშნებული იყო, რომ ადგილს მშვიდობიანი მოქალაქეები თავშესაფრად იყენებდნენ. წარწერა საკმაოდ შორი მანძილიდან იყო შესამჩნევი, თუმცა პუტინის მკვლელმა არმიამ შენობა მიწასთან გაასწორა და ბომბას 600-მდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. Так происходит денацификация, да? По мирным жителям, которые прячутся в убежищах, да? რამდენიმე თვიანი მძიმე და უთანასწორო ბრძოლის შემდეგ მარიუპოლის გმირები პრეზიდენტის ბრძანებით ოკუპანტებს ტყვედ ჩაბარდნენ. მაშინ ეს სამხედროების გადარჩენის ერთადერთი შანსი იყო. რუსულ ტყვეობაში მათ საკმაოდ დიდი პერიოდის გატარება მოუწიათ, თუმცა სახელმწიფომ ყველა მათგანი დაიბრუნა. სულ ბოლოს სამშობლოში პირადად პრეზიდენტმა ზელენსკიმ ჩაიყვანა აზოვის ბატალიონის მეთაურები, რომლებიც ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ ჯერ თურქეთში გაიყვანეს, შემდეგ კი კიევში. აზოველებს თვითფრინავის ბორძე შეატყობინეს, რომ უკრაინამ კუნძული ზმეინი დაიბრუნა. პუტინის არმიამ დიდი ხანი ვერც ეს ტერიტორია შეინარჩუნა. ზმეინიზე მყოფი სამხედროების პირველი კონტაქტი ოკუპანტებთან გამარჯვების მთავარ ფრაზად იქცა. Вот они, орочки, приехали к нам. Заблудились, бедняги, давай! რუსული გემის მემართულებით ახლა უკვე პუტინის არმიის დიდი ნაწილია წასული, მათ შორის მაღალი ჩინის სამხედროები, რომლებმაც თავისუფალი უკრაინის ოკუპაცია დაგეგმეს და მკვლელ ჯარისკაცებს ადგილზე ხელმძღვანელობდნენ. სერიოზული ზიანი აქვს საზღვაო ფლოტსაც. ფლაგმანი კრეისერი მოსკოვი და კრემლის დიქტატორის სხვა საამაყო გემები ახლა მხოლოდ რკინის ჯართება და აქცეული. დაუმარცხებელი რუსული პროპაგანდის ბოთი, მაგრამ ახლა ის ფსკერზეა. სწორედ მოსკოვს განადგურებით დაიწყო ოკუპაცია. ზოგადად უკრაინის ფრონტზე რუსეთის არმიის უძლეველობის მითი დაიმსხვრა. მსოფლიომ დაინახა, რომ მეორე არმიად წოდებული ჯარის სინამდვილეში მკვლელები და მოროდიორები არიან, რომლებიც ომში პირადი სარგებლისთვის იყვნენ. მეორეს მხრივ კი ამ 4 წლიან ომში გამოჩნდა ისიც, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ანგარიშ გასაწევი ძალაა და სამშობლოს დაცვა თითოეული უკრაინელისთვის უპირველესი მოვალეობაა. მსოფლიომ ამ წლებში უკრაინელები გაიცნო მებრძოლ ერად, რომელიც არ თანხმდება ოკუპაციას და თავისუფლებას ტერიტორიებში არ ცვლის. ამ ბრძოლაში კი უკრაინის მთავარი სახე მისი პრეზიდენტი იყო, რომელსაც ერთი წამითაც არ დაუტოვებია ქვეყანა და კრემლის შიშარა დიქტატორივით ბუნკერში არ დამალულა. პირიქით, ვოლოდიმირ ზელენსკი ფრონტის წინა ხაზზე სამხედროების
მოსახლეობის გასამხნევებლად აქტიური დაბომბვების დროსაც მიდიოდა. ოკუპანტების სადისტობის კონკრეტულ მაგალითებს კი მსოფლიოს პირადად უყვებოდა. უკრაინელი სამხედროებისა და ხალხის გაუტეხილობა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამო ცივილიზებული მსოფლიო ახლა მათ მხარესაა. ამ წლების განმავლობაში უკრაინამ პარტნიორებისგან კოლოსალური სამხედრო დახმარება მიიღო, თუმცა კიდევ ბევრია საჭირო იმისთვის, რომ სისხლიანი დიქტატორი უკრაინაში დამარცხდეს. ამ წლების განმავლობაში ფრონტის ხაზზე ვითარება ყოველთვის უკრაინის სასარგებლო არ იყო. იყო პერიოდები, როცა ოკუპანტები შეტევებს აძლიერებდნენ, მაგრამ მარტივად ვერაფერს იღებდნენ. მაგალითად, თვეები მიმდინარეობდა ბრძოლები ბახმუტის, ავდეევკას და სხვა პატარა, თუმცა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დასახლებებისთვის. უკრაინას ჰქონდა რამდენიმე მნიშვნელოვანი კონჩეტევა, რომლისგანაც მოლოდინი უფრო დიდი იყო ვიდრე შედეგი. თუმცა უკრაინელებს განსაკუთრებით გასულ 2 წელში რამდენიმე მნიშვნელოვანი ოპერაცია ჰქონდათ. ერთ-ერთი გამორჩეული, რა თქმა უნდა, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოპერაციაა, სახელწოდებით აბლაბუდა. Вот он, копчик опять взлетел. Откуда взлетает, ничего не понятно. Оба ни с того ни с сего, сука. Оба! Вот дела. 2025 წლის 1 ივნის უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა აეროდრომზე დრონებით იერიში მიიტანა. უკვე ცნობილია, რომ სპეცსამსახური ოპერაცია აბლაბუდას რამდენიმე თვე გეგმავდა და დარტყმისთვის სერიოზულად ემზადებოდა. ცნობილია ისიც, რომ სპეცსამსახურებმა რუსეთის ტერიტორიაზე ჯერ უპილოტო საფრენი აპარატები, შემდეგ კი მობილური ხის სახლები გადაიტანეს. შემდეგ სახლების სახურავებში, რომლებიც სატვირთო მანქანებს გადაჰქონდათ, დრონები დამალეს. დრონების მსგავსად სახურავებიც დისტანციურად იმართებოდა. კიევიდან მიღებული ბრძანების შემდეგ კი უკრაინული დრონები ერთდროულად აფრინდნენ და პუტინს გამანადგურებელი ზიანი მიაყენეს. ოპერაცია აბლაბუდისას ოკუპანტმა ქვეყანამ 7 მილიარდი ამერიკული დოლარის ღირებულების 41 სტრატეგიული ბომბდამშენი დაკარგა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ აფეთქებები რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა რეგიონში მდებარე აეროდრომებზე მოხდა, რომლებიც ერთმანეთისგან ასეულობით კილომეტრითაა დაშორებული. მანამდე იყო პუტინისთვის მტკივნეული დარტყმების ყირიმის ხიდზე. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კრემლის დიქტატორის საამაყო ხიდის სამჯერა აფეთქა. ბოლო დარტყმა წყალქვეშ მიაყენეს. სამი შემთხვევა, როდესაც პუტინის ყირიმის ხიდზე აფეთქება მოხდა. ხიდი პუტინის პირადი პროექტის. ასევე უკრაინელები პერიოდულად აწყობენ ფოიერვერკებს რუსეთის სამხედრო დანიშნულების ობიექტებზე მათსავე ტერიტორიაზე. მოულოდნელად აფეთქებები ხდება ნავთობბაზებსა და სამხედრო ქარხნებში. დრონების თავდასხმების საფრთხის გამო სულ უფრო ხშირად აჩერებს მუშაობას მოსკოვის აეროპორტები. რა ხდება ახლა ომის მეოთხე წლის თავის წინ. ბოლო ცნობები, რომელიც ფრონტის ხაზიდან ვრცელდება, პოზიტიურია. სხვადასხვა სამხედრო მიმომხილველის ინფორმაციით 2026 წლის თებერვლის დასაწყისიდან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ტაქტიკური ინიციატივა დაიბრუნეს. ეს ყველაფერი განსაკუთრებით თვალსაჩინოა ზაპოროჟიეს და ხარკოვის რეგიონებში. ფრონტის ხაზზე ოკუპანტებისთვის Starlink-ის სატელიტურ ინტერნეტზე წვდომის შეზღუდვა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კრიტიკულ უპირატესობას ანიჭებს. უკრაინელი სამხედროები ფრონტის მთელ ხაზზე უწყვეტ კავშირს ინარჩუნებენ, რუსები კი ვეღარ. ოფიციალური ინფორმაციით ბოლო რამდენიმე დღეში უკრაინელებმა საკუთარი ტერიტორიის 200 კვადრატულ კილომეტრზე მეტი დაიბრუნეს. მათ წარმატება აქვთ ხარკოვის ოლქში, ქალაქ კუპიანსკში, რომელიც მსხვილი სარკინიგზო კვანძია. კუპიანსკის ოკუპაცია პუტინის არმიამ 2022 წელსაც მოახდინა, თუმცა მცირე ხნით. ახლა ქალაქს ისევ უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ. რამდენიმე დღეა უკრაინელი სამხედროების მასშტაბური კონტრშეტევითი ოპერაციები მიმდინარეობს ზაპოროჟიეს ოლქში 9 სხვადასხვა მიმართულებით. 2026 წელი უკრაინისთვის მნიშვნელოვანი წარმატებებით დაიწყო. სამხედრო ექსპერტები უკვე ღიად ამბობენ, რომ რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ომი, პუტინი უკრაინაში დამარცხდა, რადგან კრემლმა ბრძოლის ველზეც და საერთაშორისო არენაზეც დიდი ზიანი მიიღო. სისხლიანმა დიქტატორმა ვერ გათვალა სწორად უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობები და ის დახმარება, რომელიც ქვეყანამ ფართო მასშტაბიანი თავდასხმის შემდეგ პარტნიორებისგან მიიღო. უკრაინა გადარჩება. უკრაინა იქნება თავისუფალი, რადგან უკვე თელმა მსოფლიომ გაითავისა, რომ უკრაინის გამარჯვებაზეა დამოკიდებული ევროპის უსაფრთხოება.